შალომ მეგობრებო, მოგესალმებით. ყველას ვაგზავნებ ჩვენ საინტერესო ბიბლიური თემების განხილვას და დღეს მე მინდა ვისაუბრო ისევ აბრაამზე, აბრაამის თემაზე. ჩემოკარგებო, თქვენც ჩვენ წინა კვირებს დავიწყეთ აბრაამის ისტორია, თორი საკვირაო თავი, რომელსაც ქვია ლეხ-ლეხა და ვილაპარაკეთ აბრაამზე როგორც ლიდერზე, რა განაპირობა აბრაამის წარმატებული ლიდერობა, რატო იყო ის ღმერთის გზით, ღმერთის წინ მიმავალი. ჩვენ ვთქვით, რომ აბრაამს ჰქონდა სამი ისეთი თვისება, რომელიც ახასიათებს ლიდერს. პირველი ეს არის პირადული პასუხისმგებლობა, მეორე ეს არის მორალური პასუხისმგებლობა და მესამე ეს არის კოლექტიური პასუხისმგებლობა. ამ სამ თვისებას ატარებდა აბრაამი და ამიტომ იყო აბრაამი წარმატებული ლიდერი, ჩემოკარგებო. მაგრამ დღეს მე მინდა ძალიან მნიშვნელოვანი ერთი დეტალზე ვისაუბრო აბრაამის ცხოვრებიდან, რომელიც ძალიან ბევრ სამწუხაროდ ესმის ძალიან არასწორად და ამის მიზეზი ჩემოკარგებო არის ძალიან ბევრი რამე. პირველ რიგში რომ გარკვეულმა მარგინალურმა ჯგუფებმა არასწორად თარგმნეს ეს სიტყვა, არასწორად ინტერპრეტაცია გაუკეთეს. თარგმანის სწორია, უბრალოდ ინტერპრეტირება გაუკეთეს და ამიტომ ეს ძალიან სულ შედეგებამდე და სავალო შედეგებამდე მიიყვანა გარკვეული მორწმუნეთა ჯგუფი სამწუხაროდ. მაგრამ დღეს მე მინდა ვისაუბრო ამ თემაზე, რომელსაც ქვია რაც ნიშნავს რწმენა აბრაამს ჩაეთვალა სიმართლედ. ამ მუხს ჩემოკარგებო, ჩვენ ვკითხულობთ დაბადების მე-15 თავში, თუ პრეისტორიას გავიხსენებთ, აბრაამი წავა ლოტის დასახსნელად, თავისი ძმისშვილის დასახსნელად, შემდეგ მე-15 თავში ასე იწყება ამამების შემდეგ ხილვაში იხილა უფალი აბრაამა და უფალმა უთხრა, მე ვარ შენი ფალი, ნუ გეშინია აბრაამ. შენ შთამომავლობას ვაქცევ დიდ როგორც ვარსკვლავები არის, ასე იმდენი გეყოლებაო შთამომავალი და აბრაამი ეუბნება, რა თმინდა თუ მე არ მყავსო ძეო, ანუ მე მკვიდრი არ ამყავსო და აბრაამს ეუბნება, რომ გეყოლება ძე, ნუ არ ინერვიულო და ამ დანაპირებას აბრაამი ერწმუნა და ეს რწმენა მას ჩაეთვალა, ჩემოკარგებო, სიმართლედ. და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რამე, რომ ჩვენ გვესმოდეს რას ერწმუნა აბრაამი. აბრაამი ერწმუნა, ჩვენ წავიკითხეთ დაბადების მე-12 თავის, დაბადების მე-12 თავში წერია ეს. დიდერად გაქცევ, გაკურთხებ, განვადიდებ შენს სახელს და კურთხეულ იქნები. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევი შენს მაწყებელს და იკურთხება შენში დედამიწის ყველა ტომი. აქ არის ის მომენტი, რომელსაც ცოტაზე მოგვიანებით ვიტყვი. ეს დანაპირები, რომელიც ღმერთმა აღუთქვა აბრაამს, ეს ირწმუნა აბრაამმა, ჩემოკარგებო. და ამ დანაპირებს ღმერთი უმეორებს ზუსტად დაბადების მე-15 თავში აბრაამს უმეორებს ღმერთი. ამ პირობას და ეს პირობა ირწმუნა აბრაამმა. მოდი სანამ ჩვენ გავიგებთ მთლიან კონცეფციას, ამ სიტყვას კიდევ ვიყენებს, ამ მუხს ციტირებს კიდევ პავლე მოციქული რომაელთა, მოდი წავიკითხოთ რომაელთა მე-4 თავის მე-3 მუხში. ვინაიდან რას ამბობს წერილი, ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ. პავლე მოციქული ამბობს. ასევე პავლე მოციქული ამას იმეორებს გალატელთა მე-3 თავის მე-6 მუხში. როგორც აბრაამმა ერწმუნა ღმერთი და ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას. და იაკობი ამბობს, იაკობ მოციქული ქრისტეს ძმა და აღსულდა წელი, რომელიც ამბობს, ერწმუნა აბრაამი უფალს, ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას და ეწოდა ღვთის მეგობარი. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტები, ჩემოკარგებო. და ერთ-ერთი რაც მნიშვნელოვანია ჩვენ ბიბლიის შესწავლისას, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთ-ერთი ესეთი ეგზეგეტიკური მეთოდი, რომელსაც იყენებენ ეგზეგეზის დროს, ბიბლიის ეგზეგეზის დროს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც პავლე საუბრობს, ციტირებს ძველი აღთქმიდან, ან კონკრეტული მოციქული, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ მათ ეპისტოლეებს და ისინი ციტირებენ ძველ აღთქმას, ჩვენ აუცილებლად ის ტექსტი უნდა წავიკითხოთ ძველი აღთქმა კონტექსტში. რას ნიშნავდა იმ კონტექსტში? მხოლოდ მისი სწორად კონტექსტში გაგება, დაგვეხმარება ჩვენ იმას,
თუ პავლეს წინამძღოლში რას გულისხმობდა. პავლე ჩემოკარგებო ებრაელი რაბინი იყო და ებრაელი რაბინები კი ამბობდნენ, ციტირებდნენ ყოველთვის ძველი აღთქმის ტექსტებს, მაგრამ ისინი ყოველთვის კონტექსტს გულისხმობდნენ. ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩემოკარგებო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე. ებრაულ ტრადიციაში ეს ასე არ იყო მუხლები დაყოფილი წერილები ბიბლია როგორც ჩვენ დღეს გვაქვს. ესე არ ქონდათ ებრაელებს და ასე არ იყო. ისინი ყოველთვის კონკრეტულ ციტირებ მუხლს იმახსოვრებდნენ და ამ მუხლის კონტექსტს იცოდნენ ზეპირად და ამ მუხლის შემდეგ რა მოდის და როდესაც ისინი ციტირებდნენ ყოველთვის თავის კონტექსტს გულისხმობდა. ეს ასე არა, ჩვენ რო გვიყვარს ზოგიერთ მორწმუნეებს ასე ავიღებ და ბიბლიის მუხლებს ასე ციტირებ და ვესვით ერთმანეთს. აი აქ წერია ასე, არა ის აქ წერია, არა ის ასე წერია და ამით ჩვენ თითქოს რაღაცას ვამტკიცებთ. ეს ასე არა, ბიბლია ერთი მთლიანი სტრუქტურული წიგნია და არ შეიძლება ერთი კონკრეტული მუხლი მოსაზრება ეწინააღმდეგებოდეს მეორე კონკრეტულ მოსაზრებას, რომელიც ასევე ბიბლიაშია. ის ერთი მთლიანი არსია და ერთი მთლიანი გამოცხადებაა. ასევე ჩვენ უნდა გვესმოდეს, როდესაც თუ ჩვენ ვაღირებთ, რომ ბიბლია ერთი მთლიანი გამოცხადების წიგნია ღმერთისაგან, ეს გამოცხადება არ იცვლება. გამოცხადება ინაცვლებს სხვადასხვა სულიერ საფეხურულ დონეს, მაგრამ გამოცხადება ერთია. მისი გაგება სხვადასხვა დონეებზე ხდება. ეს უნდა ჩვენ გვესმოდეს, იმიტომ რომ ღმერთი რასაც ამბობს, ის არ იცვლება. დავითი ამბობს, ღმერთმა ერთხელ თქვა და ორჯერ მომესმა. ეს ნიშნავს, რომ ღმერთის სიტყვა დავითმა როგორც პირველ დონეზე გაიგო, შემდეგ გარკვეული დონის შემდეგ ისევე უფრო მაღალ დონეზე გაიგო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეორე გაგებული დონე ეწინააღმდეგება პირველ გაგებულ დონეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ჩვენ გვესმოდეს ბიბლიის შესწავლის დროს შემოკარგებო. მაშასე მე გითხრათ, რომ პავლე ციტირებს კონტექსტს. კონტექსტი ჩვენ წაგიკითხეთ, როდესაც აბრაამი იყო გამოიცხნა თავისი ძმისშვილი და ღმერთი ეცხადება ამ დროს და კონტექსტი არის, რომ რას ერწმუნა აბრაამი. აბრაამი ერწმუნა იმ დაპირებას, რომელიც მან იხილა ქალდეველთა ულიაში, როდესაც ღმერთი გამოიცხადა მას და უთხრა დატოვე ხარანი და გამოდი და მიდი წადი მიწაზე, რომელსაც მიგითითებ. შემდეგ იგივე ამ გამოცხადებას ღმერთი უმეორებს. მაგრამ აბრაამი აქ მერვე მუხლში ძალიან საინტერესო რამეს ამბობს, ჩვენ უნდა გვესმოდეს ეს მთლიანი თავი რას ნიშნავს. როდესაც პავლე ამბობს ერწმუნა აბრაამი, ჩვენ უნდა გვესმოდეს რას გულისხმობს პავლე. კონკრეტულ მოცემულობას, მე მწამს რომ მძეს გამომიგზავნის. აქ პავლე ძალიან დიდ ასს გადმოცემს. უყურე რას ამბობს. მერვე მუხლში, დაბადების მე-15 თავის მერვე მუხლში აბრაამი ონებას ამბობს, უფალო ღმერთო, როგორ უნდა მიხვდე, რომ მე დავიმკვიდრებ. ანუ ჩვენ თუ წავიკითხავთ ებრაელთა მე-11 თავის მუხლს, ჩვენ აქ ძალიან საინტერესო რაღაცას გავიგებთ. მე-11 თავის პირველი მეორე მუხლი. ხოლო რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რისი იმედიც გვაქვს და დასტური იმისა, რასაც ვერ ვხედავთ. დასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ. რწმენაში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება. აი ამ დამოწმებას ითხოვდა აბრაამი და ეს არის ლეგიტიმური მოთხოვნა, რომელსაც აბრაამი თხოვს ღმერთს. მე შენ გენდობი, მაგრამ დამოწმება მინდა დამოწმება იმისა, რომ ეს მიწა ჩემია, რომ ჩემიდან წამოვა ის მემკვიდრე, რომელიც მთლიან ისრაელს მოიცავს. ანუ იესო ქრისტესზეა ლაპარაკი. ამაზე მე ჩვენ სხვა ლექციებზე ვილაპარაკეთ, მაგრამ კონკრეტულად ამ რწმენაზე გეუბნებით. აბრაამი ერწმუნა ღმერთის ამ დაპირებას და თხოვს ამ ღმერთის დაპირებას დამოწმებას. დამოწმება რა იყო ღმერთისა? თუ ჩვენ წავიკითხავთ, დამოწმება ეს არის ის, რასაც შემდეგ ღმერთი ეუბნება, აკეთებს, აღთქმას დებს აბრაამთან. ანუ რწმენის გამართლება ჩემოკარგებო აღთქმის გარეშე არ არსებობს. ამას ამბობს რომაელთა წერილების ავტორი, რომ რწმენას მოყვება დამოწმება ეს არის აღთქმა.
აღთქმა, რომელიც ღმერთმა დადო კაცობრიობასთან, აღთქმა, რომელიც მოიტანა იესო ქრისტემ. და აი ამას გულისხმობს პავლე მოციქული, როდესაც რომაელთა წერილებში წერს. უყურეთ, ნახეთ, მესამე თავი როგორ ამბობს. ჩვენ უნდა წაიგითხოთ რომელთა წერილებს, როდესაც სანამ ამას ამბობს, მანამდე რას ამბობდა. ანუ კონტექსტი ზემოთ. ეს თავებით ჩვენ უნდა გვესმოს, რომ თავებით არ იყო დაყოფილი ბიბლია. ეს ერთი თლიანი აზრია. ეს ასე არა, რომ პავლე მოციქული ერთას ასე არ ვითარებს და შემდეგ მეორეზე გადახტება. ესეთი შტაბეჭდილება გვჭირდება, როდესაც ჩვენ ასე თავებად ვკითხავთ, მაგრამ სახარებები და ეპისტოლები ასე არ დაიწერა. ისინი იყო ერთი მთლიანი ტექსტი, თავების და მუხლების გარეშე. და ამიტომ ისინი გადმოგცემენ ერთ აზრს და უყურე მესამე თავი, რომაელთა მესამე თავის 31 მუხლი როგორ მთვარდება. მას ჩვენ წმენით ვაბათილებთ რჯულს. არამზა, არამედ განვამტკიცებთ რჯულს, თორას. რა ვთქვათ აბრაჰამმა, ჩვენმა მამამ, ხორცილად მოიპოვა რამე? ხორცილად მოიპოვა? აქ არ არის დაბადების წიგნში ჩვენ ვხილობთ, რომ ხორცილად აბრაჰამს არაფერი არ გაუკეთებია. თუ საქმეებით გამართა აბრაჰამი აქვს დასაკვეხნი, ოღონდ არა ღვთისმინეთში. ვინანე რას ამბობს წერილი? ამბობს ერწმუნა აბრაჰამი ღმერთს და ეს შეეთვალა მას სიმართლე. ეს ერწმუნა აბრაჰამმა, ერწმუნა ამს და ამ წმენას დარწმუნებას მოყვა აღთქმაში შესვლა. ამას გულისხმობს პავლე მოციქული, რომ უფალთან აღთქმაში შესვლაზე ჩვენ ვერანაირი საქმეებით ვერ შევალთ. ეს საქმეები არის ის, რომელიც მოდის ღმერთისაგან და ამას ჩვენ ვიღებთ რწმენით, დაჯერება. ამიტომ ხდება და დასტური დამოწმება არის ზუსტად ის დამოწმება, რომელიც ებრაელთა წერილებში ვხედავთ, რომ დასტური მიიღესო ჩვენ მამებმა, რა დასტური? აღთქმაში შევიდა, როგორც აბრაამი შევიდა აღთქმაში ღმერთთან, ასევე ისააკი შევიდა ღმერთთან აღთქმაში, ასევე იაკობი შევიდა ღმერთთან აღთქმაში. რატო ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ღმერთი ინდივიდუალურების ღმერთია და ჩვენ ასე კოლექტიური ქრისტიანობა და კოლექტიური ებრაელობა ვერ გვიხსნის. გახსოვთ მათეს სახარებაში იოანე მოციქული, იოანე ღვთისმეტყველის ასება. ნუ გონიათ რომ მამა აბრაამის ძეები ხართო, მამა აბრაამს ღმერთს შეუძლია მამა აბრაამის ძე ამ ქვებიდან აღადგინოსო. ანუ კოლექტიური აღთქმაში შესვლა არის ის გადარჩენა და ის სიმართლე, რომელიც განაპირობებს ჩვენს გადარჩენას და ცხონებას. ესა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ჩემო კარგებო, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის წმენით გამართლება. წმენით გამართლება არის ის, რომ ჩვენ აღთქმაში შევდივართ. ამას ერწმუნა აბრაჰამი. და უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც პავლე ამას ციტირებს, რა ციტირებს პავლე და რა მოქმედებას ციტირებს პავლე მოციქული. და რა მოქმედებას ციტირებს იაკობ მოციქული. იაკობ მოციქული კიდევ უფრო ღრმად მიდის. მაშასე ჩვენ განვიხილეთ ის თემა, რომ აბრაამმა წმენა მიიღო დამოწმება. დამოწმება ამ შემთხვევაში იგულისხმება აღთქმა და ეს მოწმობა არის ის, რომ ქრისტე მოხდა ჩვენთვის ჯვარზე. როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ მანამდე შეგვიყვარა, რომ ჩვენ ცოდვილები თვის გაეკრა ჯვარზე იესო ქრისტე. ანუ ამის წმენა არის ის, როდესაც ჩვენ წამს ღმერთის დასტური, რომ ჩვენ შევდივართ აღთქმაში. აღთქმა, რომელსაც ჩვენ შემდეგ შევდივართ წყლით ნათლობა და აი ეს რო არის ახალი აღთქმა, რომელიც არის. ეს არის ის შემოკარგებო, ის რწმენის გამართლება, რომელსაც გამართლებამდე მიყავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომ ჩვენ გვესმოდეს, როდესაც პავლე ციტირებს რომელთა წერილებში, რომ აბრაამი ერწმუნა ღმერთს და ეს ჩაეთვალა, ეს რწმენა ჩაეთვალა აბრაამს. სიმართლე, რადგანაც აბრაამს უნდა დამოწმება. დამოწმება აბრაამს უნდა რომ ღმერთი შესულიყო აღთქმაში მასთან. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. აბრაამისთვის არ იყო საკმარისო ღმერთს წყალობდა მას. თუმცა აბრაამს მეტი უნდა ღმერთთან. ურთიერთობა უნდა, მეგობრობა უნდა, კავშირობა უნდა ღმერთთან. და ესაა ყველა ქრისტიანმა, რომელმაც უნდა მოინდომოს და ინდომოს, რომ ჩვენ ყველა შევიდეთ ღმერთთან ურთიერთობაში, ინდივიდუალურად. ამ აღთქმაში შესვლას ღმერთი ისააკთანაც აკეთებს და იაკობთანაც აკეთებს. ესენია ყველა ვინც რწმენით გამართლათ, ჩემო კარგებო. რწმენით გამართლება ნიშნავს ღმერთთან ურთიერთობა და მადლი, სიძლიერე, მადლი მოქმედებს ამ დროს, როდესაც ჩვენ მასთან ვართ აღთქმაში. მაშინ ხდები ჩვენ მოსაწონი
და მაშინ ხვდები ჩვენ სასურველი და მაშინ ვარ ჩვენ მართალი. ჩემო კარგებო. თუ როგორ უნდა დავჩეთ აღთქმაში, ამაზე ჩვენ შემდეგ ვიდეოებში ვილაპარაკებთ, ჩემო კარგებო. მე უბრალოდ დღეს ძალიან მოკლედ მინდოდა ეს ვიდეო თქვენთვის ჩამეწერა და ამეხსნა თქვენთვის, რომ რამდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ რომ ვიცოდეთ ბიბლია სწორად და სწორ კონტექსტში ვკითხულობდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ეს გვესმოდეს, ჩემო კარგებო, როცა ჩვენ ბიბლიას ვსწავლოთ. ყოველთვის ვიცოდე და გვესმოდეს. როდესაც პავლე მოციქული ციტირებს ძველი აღთქმისგან ტექსტს, ჩვენ უნდა წავიდეთ არა მარტო ის ტექსტი უნდა მოვუძინოთ, არამედ ის ტექსტი რა კონტექსტში იყო ნათქვამი და იმ მთლიანი ტექსტის კონტექსტი უნდა გავიგოთ ჩვენ. და იმ მთლიანი ტექსტის კონტექსტი არის ღმერთი პირდება ა ブラ ამს შთამომავლობას და ღმერთი ამ შთამომავლობის დაპირებას განამტკიცებს აღთქმით. ესაა ჩემო კარგებო, რწმენა უნდა იყოს გამტკიცებული ჩვენი აღთქმით. აღთქმით, რომელიც ჩვენ ვინათლებით და შევდივართ უფალთან აღთქმაში. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ჩემო კარგებო და ამაზე ჩვენ ნელ-ნელა ვისაუბრებთ შემდეგ თავებში, როდესაც განვიხილავთ. მე მჯერას წინა ახალ კვირა რომ ამ კვირას ჩვენ ვისაუბრებთ. ისევ გვექნება პირდაპირ ჩართვა TikTok-ზე იქნება ლაივი და შემდეგ დიდი მთლიანი ვიდეო დაიდება YouTube-ზე. უფრო კარგ ხარისხში, ასე რომ გვიყურეთ ჩემო კარგებო და ჩვენ ისევ ვილაპარაკებთ ა ブラ ამის უკვე ისააკის მსხვერპლად მოტანის პროცესზე ვისაუბრებთ, მთლიანად განვიხილავთ ამ მოქმედებას ა ブラ ამის. ასე რომ ძალიან საინტერესო თემა იქნება ჩემო კარგებო და არ გამოტოვებთ. ასევე ყველა ვინ ჩემი გამომწერები ხართ, ძალიან გთხოვთ, მოიწონეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ, დააკომენტარეთ. ვინც გამომწერი არ ხართ, აუცილებლად გამოიწერეთ, რათა არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეო გაკვეთილები, რადგან ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან თემებს ვეხებით, ჩვენ დავიწყეთ ერთწლიანი ციკლი თორის შესწავლის, რასაც ქვია ერთწლიანი ამ ციკლს დავამთავრებთ. ერთ წელს შემდეგ უკვე სხვა ებრაული ტრადიციის ციკლს განვიხილავთ, კალენდრული ციკლს, ისევ ბიბლიის შესწავლის. უბრალოდ მე დღეს ჩვენ ავირჩიეთ ამ წელს თორის ერთწლიანი ციკლი და შემდეგ უკვე სამ წლიან ციკლზე გადავართ მთლიანი ძველი აღთქმის ტექსტების შესწავლის. ეს ერთი სიტყვით ეს არის ჩვენ რაც გველოდება წინ მომავალში ჩემო კარგებო, ასე რომ არ გამოტოვოთ, გამოიწერეთ აუცილებლად. ასევე ვისაც დონაციის სურვილი გააქვთ, ჩვენ ყველა ვიდეოს ქვემოთ არის ჩვენი საბანკო რეკვიზიტები მითითებული, შეგიძლიათ ამ საბანკო რეკვიზიტებზე გადმოვრიცხოთ თქვენთვის სასურველი თანხა. ასევე გვაქვს ამოშენებული დონაციის საიტი არის KISA-G. KISA-G-ზე შედიხართ ჩვეულებრივად, აკეთებთ დონაციას და სვამთ შეკითხვას. ბიბლიური რა შეკითხვა გაქვთ, სვამთ შეკითხვას და შეკითხვის ფორმატში ხდება ეს დონაცია. ასე რომ ასე შეგიძლიათ თქვენ ჩემო კარგებო, ასე რომ გაგიადვილეთ ყველანაირად. ასევე საზღვარგარეთ ვიც ხართ, შეგიძლიათ PayPal-ით გადმოიცხოთ, PayPal-ის რეკვიზიტებიც არის მითითებული ყველა კომენტარში, ანუ YouTube-ის ვიდეოს ქვემოთ არის კომენტარები. ამ პირველ კომენტარებში არის ჩვენი საბანკო რეკვიზიტი, დონაციის რეკვიზიტი KISA-G-ს და ეს არის PayPal-ის დონაციის რეკვიზიტები. ასე რომ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი თანხა დარიცხოთ და დაეხმაროთ არხის განვითარებაში. რათა კიდევ უფრო და უფრო არხი განვითარდეს და უფრო მეტი კარგი ვიდეოები შემოგთავაზოთ. ჩვენ ბევრ ამას გეგმავთ დოკუმენტური ფილმების, ბიბლიის თაობაზე გავაკეთოთ და იყოს უმეთესნება რომ ეს ყველაფერი მოხერხდეს. მაშასე გვიყურეთ, გაგრძელება იქნება ჩემო კარგებო. მადლობა ყურადღებისათვის.